იგავარაკზე გადავიდეთ მაშინ ცხოველების ფერმაზე და დავიწყოთ იმით, რომ რატო მომინდა ამის განხილვა თქვენთან ერთად ამ ნაწარმოების ორველისა. ჩვენ შეიძლება ჩვენ გარშემო სიტუაციას ხედავდეთ და მის უნიკალურობას აღვიქვავდეთ, რომ აი რაც ხდება, მარტო ჩვენთან ხდება, ან ასეთი რამე მარტო ჩვენთან ხდება, მაგრამ სინამდვილეში რაც ჩვენ თავს ხდება არის კლასიკური დრამა, რომელიც განმეორებულა არაერთხელ კაცობრიობის ისტორიაში და ის სცენარი, რითაც ჩვენ გარშემო სიტუაცია ვითარდება, არის არაერთხელ მომხდარი. გასაგებია იქ დეტალები სხვადასხვა შეიძლება იყოს გვარები სხვადასხვა რაღაცა განმასხვავებელი ესეთი დეტალები სხვადასხვა, მაგრამ ესე სიუჟეტური ხაზი თუ რა მოხდა, მე როგორ განვითარდა, რითი დასრულდა, ეს რაღაცა უნივერსალური ისტორიაა, როგორ ხდება, მიმდინარეობს და სრულდება ავტორიტარული მმართველობები. და ამის მაგალითია ცხოველების ფერმა. ცხოველების ფერმაშიც ბატონი იყო და არა იყო რა, ბატონი ჯონსის პლანტაცია იყო, სადაც სხვადასხვა ცხოველები ცხოვრობდნენ და როგორც პლანტაციას და მამულს შეფერება, ყველა გადაწყვეტილებას იღებდა ბატონი ჯონსი და ამ ცხოველების სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ყოველდღიური ცხოვრების წესიც მთლიანად იყო დამოკიდებული ბატონ ჯონსზე. ბატონ ჯონსი ამ შემთხვევაში ადამიანი ერთადერთი ამ იგავში არის სახე ხატი ტირანული მმართველობის. ვიღაცის, ვის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია მთელი საზოგადოების ბედი. და რაღაც მომენტში ცხოველები ერთ-ერთი სიზმრიდან გამომდინარე გადაწყვეტენ, რომ ბატონი ჯონსი აღარ უნდათ და ტირანული მმართველობა უნდა შეცვალონ რაღაცა სხვით, სადაც ისეთი წესრიგით, სადაც ცხოველები თავისუფლები იქნებიან, ტირანის ხელი აღარ გამოჭრის ყელს, აღარ განუსაზღვროს რამდენი ჭამოს, როგორ ჭამოს, მოკლედ. ტირანისგან თავისუფლებას მოინდომებენ ცხოველები. და ამ კეთილშობილურ მიზანს მიაღწევენ. ოღონდ მათი ბრძოლა ტირანის წინააღმდეგ იყო დაცლილი იმისგან, თუ როგორი წესრიგი უნდათ ტირანის შემდეგ. მათ იცოდნენ რა არ უნდათ. მეტიც, როდესაც ბატონ ჯონს გააგდებენ ცხოველების ფერმიდან, ჩამოწერენ რაღაც უფლებებს კედელზე, სადაც წერია რა არ უნდა გააკეთონ რაღაცა. არ მოიქცე ადამიანივით, არ ჩაიცვა ადამიანივით, ასე შემდეგ და ბოლოს წერია რომ ყველა ცხოველი თანაბარია, თანასწორია. და ამ პროცესში მასმერაც ტირანს გააგდებენ, ცოტა ხნით დაისადგურებს რაღაცნაირი იდილია, სადაც ყველა ერთმანეთს, გასაგებია რომ ყველა ერთ ბედ ქვეშ იყვნენ, ერთი ტრაგედიის ქვეშ იყვნენ და რაღაცნაირი ის ემპათია, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ცოტა ხანი მიყვებოდათ. მაგრამ იმის გამო, რომ არ ქონდათ წარმოდგენა თუ რითი უნდა განსხვავდებოდეს მათი ცხოვრების წესი ბატონი ჯონსის მიერ დაწესებული ცხოვრების წესისგან, რაღაც გადაწყვეტილებები ისევ მიიღებოდა რაღაცნაირად ცენტრალიზებულად, რაღაც მომენტში ღორები მოახერხებენ, რომ ხელს ჩაიგდონ მთელი ძალაუფლება და ნაპოლეონი, ერთ-ერთი გოჭი, ერთ-ერთი ღორი, გახდება შემდეგი ტირანი. და დროის გავლის მერე ნელ-ნელა ისინი უფრო და უფრო დაემსგავსებიან, ღორები უფრო და უფრო დაემსგავსებიან ადამიანებს, ტანსაცმლის ჩაცმას დაიწყებენ, ადამიანების საწოლში დაწოლას დაიწყებენ, ალკოჰოლის დალევას დაიწყებენ და რაღაც მომენტში ორ ფეხზე სიარულსაც კი. და სხვა ფერმებთან, სადაც ისეთივე ტირანია, როგორც მათ ცხოველებმა თავის დროზე დაანგრიეს, ამ სხვა ტირანებთან ვაჭრობას დაიწყებენ სხვა ცხოველების ხარჯზე, მათი კვერცხებით, ქათმების კვერცხებით, რძით და ასე შემდეგ, როგორც ფერმებში ხდება ხოლმე. ხო და სინამდვილეში რაც აი რო აიღოთ ეს სცენარი რა, რომ რაღაც საზოგადოებას ყავდა ტირანი, ბატონი ჯონსი, ადამიანი, მე შემდეგ ეს ტირანი ჩამოაგდეს, გააგდეს ფერმიდან და არაფრით არ შეუცვლიათ გადაწყვეტილების მიღების წესი, არაფრით არ ანუ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა ბატონ ჯონსისგან, მაგრამ არ უფიქრიათ პირადი თავისუფლების მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ თავისუფალი საზოგადოება მხოლოდ
თავისუფალი ინდივიდების ერთიანობით წარმოიქმნება. მონების ერთიანობით თავისუფალ საზოგადოებას ვერ ააშენებ, დამოუკიდებელსაც. შეიძლება დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწიო, რომ სხვა არ გიწესებდეს რაღაც წესებს, გარე ძალა, მაგრამ შენ შიგნით გექნება ისეთივე ძალადობრივი რეჟიმი, როგორიც ქონდა წინა შემთხვევაში. ხო და აი ეს სცენარი, რაც მოხდა ცხოველების ფერმაში, რო აიღო და დავადოთ მიშას მმართველობას და ბიძინას მოსვლას. ერთ-ერთში ჯდება. იქაც იყო მისტერ ჯონსი, იყო მიშა, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენი ცხოვრება და სიცოცხლე დამოკიდებული იყო მიშაზე. მიშას ყავდა ყველა ის პერსონაჟი, რომელიც ამ იგავში მოხსენიებულია, მაგალითად თვითონ იყო მისტერ ჯონსი, ტირანი, ყავდა შეხარჩემი ბატონი სკვილერი, რომელიც ასევე ღორია და რაღაცნაირად საკანონმდებლო ორგანოს ანალოგია იმ ხალხის, ვინც ძალიან მჭერმეტყველია და შეუძლია ბევრი რამე გააბრაოს. ასეთი ჯგუფი ხო ყავდა მიშას გარშემო, კი ბატონო ყავდა. ყავდა ცხვრები ამ იგავში არის მედიის ანალოგი. ცხვრებს ესეთ ფუნქცია აქვთ ცხოველების ფერმაში, რომ თუ ვინმე ლაპარაკს იწყებს და კითხვებს დასმას იწყებს, ცხვრებმა უნდა დაიწყონ ხმამაღლა ყვირილი. იმის რომ 4 ფეხი კარგია, 2 ფეხი ცუდია, ესეთი სლოგანი ჰქონდათ რა, რევოლუციის დროს ცხოველების ფერმაში და ამ ხმაურით უნდა გადაფარონ ის დასმული კრიტიკული კითხვები, რომელიც სხვადასხვა ცხოველებს შეიძლება უჩნდებოდეთ. მიშას ყავდა ძაღლებიც, რომელიც ამ იგავში არის ძალოვანების ანალოგია და ამ სიტუაციაში გამოჩნდა რაღაცა ჯგუფი, რომელსაც არ უნდოდა ეს ტირანია ამ შემთხვევაში ყველა ცხოველები და რომელიც ღორების თამადობით, იმიტომ რომ ღორები ამ შემთხვევაში რაღაცა წერა-კითხვის მცოდნეები არიან, თუ რაღაცა ეგეთი დეტალი აქვს, რა ყველაზე ჭკვიანები არიან. და ამ ცხოველებმა ერთად გადაწყვიტეს მისტერ ჯონსის მიშას გაგდება. მაგრამ მას მერეც მისტერ ჯონსი გააგდეს, მიშა გააგდეს, რა პროცესები მიდის ცხოველების ფერმაში. ცხოველების ფერმაში მიდის პროცესები, როდესაც გადაწყვეტილება ვითომ თავიდან ესე კრებაზე მიიღება, ეგრეთ წოდებულ მაშინში კრება იქნებოდა ალბათ გაერთიანებული ოპოზიციის ანალოგი. მაგრამ ნელ-ნელა ერთი ცხოველი, ამ შემთხვევაში ნაპოლეონი, ახერხებს ყველა დანარჩენის ან მიჩქმალვას, ან ცხვრების გამოყენებით მისი ხმის გაჩუმებას და რაღაც მომენტში გადმოიბარებს მისტერ ჯონსის ძაღლებს და ამ ძაღლებს თავის ერთგულებად გაწვრთნის და შემდეგ ხდება ჩვეულებრივი ძალადობრივი ტირანიის დამყარება. ოღონდ ეს ხო მიშაზე მართალი იყო. ანუ რაც ცხოველების ფერმას რო წაიკითხავთ, აი შეგიძლიათ ერთ-ერთში 2012 წლამდე ამბავი და 12 წლის მერე რა მოხდა ის მიხვდეთ რომ ერთ-ერთში. მაგრამ იგივე სიმართლეა ბიძინაზეც. ამ შემთხვევაში ბიძინამ, რომელიც ებრძოდა მიშას, მოირგო მიშას მანტია და გარეგნულად განსხვავდება გვარის სხვა აქვს ყველაფერი, მაგრამ მართლობის სტილით, ანუ ერთი რიგითი ადამიანისთვის მიშას მართლობა და ბიძინას მართლობა დიდად არ განსხვავდება. ის უფრო მკაცრი იყო, ეს უფრო ნელია, მაგრამ ის ხისტი იყო, ეს უფრო რბილად, იმას ანაკონდასავით რაღაცებს ხლართავს, მაგრამ ერთი ადამიანისთვის არ განსხვავდება იმიტომ, რომ არა მეთოდებით, არამედ იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში გადაწყვეტილებას ადრეც სხვა იღებდა მიშა, ეხაც სხვა იღებს. ადრეც სხვისი ბიუროკრატი მოდიოდა, ეხაც სხვისი ბიუროკრატი მოდის. ადრეც სხვა უწესებდა წესებს კანონებით და ხმა არ ამოიღებოდა არაფერზე, აზრი არ ეთქმოდა. არც ეხლა არ ეთქმის აზრი და პარლამენტი რასაც უნდა როგორც უნდა ისე იზამს, ხო და აი მიშას ანალოგი ხო განვიხილოთ და იგივე ბიძინაზეც ხდება. ოღონდ წარმოიდგინეთ ეხლა რომ ეხლა ცხოველების ფერმაში რა პროცესებიც მიდის, იქ ვართ დასაწყისში. ანუ ეხლა იმ ადგილას ვართ, სადაც ბიძინა რო აღარ გვინდა, მაგაზე შევთანხმდით. და ოღონდ როგორ უნდა მოვიქცეთ, რო აღარ გვინდაში, როგორ გაუშვათ ბიძინა სახლში, მაგაზე ფიქრობთ. ოღონდ წეგან ჩამოთვალე ის პერსონაჟები, რომელიც ცხოველების ფერმაში მოხსენიებულები არიან და ვისი ანალოგიებით შეიძლება დღეს ნახოთ, მაგრამ ერთი ვინმე, ვინც აკლია ცხოველების ფერმას, და ვისი ანალოგიით იქ ვერ ვნახე, არის გირჩი. იმიტომ რომ გირჩს მიშას დროს რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა, მაშინ შექმნილი არ არსებობდა, მაგრამ გირჩს დღეს აქვს რაღაცნაირი უნიკალური
როლი და პოზიცია დაკავებული ამ ყველაფერში. მთელ ამ პროცესში. გირჩი არის ის პერსონაჟი, რომელიც ცხოვრობს ფერმაში არ არის, მაგრამ პერსონაჟი, რომელიც მისტერ ჯონსის გაგდებამდე, ანუ ტირანის გაგდებამდე იძახის, რომ ხალხო, აი ეს ისტორია, რომელიც ტირანულ საზოგადოებებში ხდება და რომელიც მეორდება, რომ ტირანს ანაცვლებს ტირანი, იმას ტირანი და ასე შემდეგ. ეს ისტორია რო აღარ განმეორდეს, მოდი წინასწარ ისეთი რამე მოვიგონოთ, რომ მისტერ ჯონსის მსგავსი ქცევა გამორიცხული იყოს მომავალშიც, ვინმე რომც მოინდომოს და დაემსგავსოს იმ ადამიანს, რომელიც ახლა ცუდად გვექცეოდა, ფიზიკურად ვერ მოახერხოს. ანუ არ არსებობდეს ის ადგილი, ის რაღაცნაირი ძალაუფლების წერტილი, რომელსაც ხელში თუ მოიგდებ, მე ყველაფერი არის შენზე დამოკიდებული. ესეთი პერსონაჟი ამ ისტორიაში არ არის, იმიტომ რომ ესეთ პერსონაჟი რომ ამ ისტორიაში ყოფილიყო ცხოვრების ფერმაში და ცხოვრების მოესმინათ მისთვის. მაშინ რაღაცნაირად ამ ჩაკეტილი წრიდან, როცა ტირანი ტირანს ანაცვლებს და ამ წრეზე დავდივართ, გამოსასვლელის შანსი იქნებოდა. მაგრამ იმისთვის რომ რაღაც დრამატული სიტუაცია შექმნილიყო, შეიძლება ნაწარმოებში ან იგავში ესეთი პერსონაჟი არც კი გამოდგეს, იმიტომ რომ თუ რაღაც ჰეპი ენდი თუ არ გინდა რომ მოხდეს, ხო? მაშინ რაღაცა ცოტა უფრო დრამატულად უნდა დახატო სიტუაცია. ხო და მთელ ამ სიტუაციაში გირჩიც არის ერთ-ერთი ცხოველი, რომელსაც არ უნდა რომ მისტერ ჯონსი იყოს ერთპიროვნული მართველი, ტირანი ყვავდეს, ოღონდ უნდა რომ ამ წრიდან გამოსასვლელად წინასწარ შევთანხმდეთ, როგორ ვაქუცმაცებთ მისტერ ჯონსის ძალაუფლებას, ისე რომ მისტერ ჯონსობა მომავალში ვეღარავინ ვერ შეძლოს. და სინამდვილეში ის ემოციური აცდენა, რომელიც აქვს ხოლმე დანარჩენ ოპოზიციას და განსაკუთრებით ხალხს, ვინც ქუჩაში დგას და ჩვენ მოდის მანდედან. ისინი იძახიან, რომ საკმარისია მისტერ ჯონსი გავაგდოთ და მე ჩვენთან მივხვდეთ, მე რამე იქნება, მე კოალიციური მართლობა, მაგალითად ნაპოლეონი და სნოუბოლი, წაკითხული გაქვთ ორი მთავარი პერსონაჟია, ვინც ერთმანეთს ეპაიქრება. ერთმანეთს დააბალანსებენ და არ გვექნება ტირანია, მაგრამ ამ სცენარის მიხედვით, რომელიც ესეთი კლასიკური სცენარია, თუ როგორ ვითარდება სამყაროში მოვლენები. ამ სცენარის მიხედვით ეგრე არ ხდება. აუცილებლად თუ არსებობს გადაწყვეტილების მიღების ერთი ადგილი თუ არსებობს, იმ ერთ ადგილს ვიღაცა ჩვენ შორის როგორც წესი არა ყველაზე კეთილსინდისიერი მოაჯდება ხოლმე და შემდეგ ვიღებთ კიდე ერთ ტირანიას, რომელიც დამოკიდებული იქნება იმაზე ის ხასიათით როგორი ადამიანი იქნება. მიშასავით ხისტი იქნება და პირდაპირ გაჭრის სიტუაციებს თუ ბიძინასავით რბილი და შემოულით და ანაკონდასავით რაღაც სიტუაციებს მოგვდავს, მაგრამ ეს მეთოდოლოგია ხო არაფერს არ ცვლის ერთი რიგითი ქართველის ცხოვრებაში, ან ესე ეტკინება, ან ისე ეტკინება, თვითონ მაინც არ იღებს ამ ცხოვრებაში გადაწყვეტილებას, ხო და გირჩისნაირი პერსონაჟი რამე ცხოველი რო ყოფილიყო ცხოველების ფერმაში, აუცილებლად იტყოდა რომ ნაცვლად იმისა რომ გადაწყვეტილებას ვიღებდეთ რაღაც ესე ერთობლივად და ყველა გადაწყვეტილებაზე ვინმე ერთი იქნებოდა პასუხისმგებელი, ამის ნაცვლად ეს ფერმა იქნებ დავინაწილოთ, დავაქუცმაცოთ და ბევრი სხვადასხვანაირი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს. არცი ქათმები თავის ცხოვრებას თვითონ განკარგავდნენ, ძაღლები თავის ცხოვრებას თვითონ ღორები თავის ცხოვრებას, ცხენები, ცხვრები და ასე შემდეგ. ეს ხო გამორიცხავდა იმას, რომ ვინმე ერთს მოეხერხებინა მთელი ძალაუფლების თავის ხელში მოქცევა და შემდეგ ისეთივე ტირანის დამყარება, როგორც წიგნის ბოლოში ვხედავთ, როდესაც ღორი ნაპოლეონი ამყარებს ამ ტირანიას და ის თითქმის ემგვანება ადამიანებს. და ნელ-ნელა წესებსაც ცვლიან და ბოლოს ნაცვლად იმისა, რომ იმ კარგი სლოგანისა, რომელთაც დაიწყეს ცხოველებმა ეს რევოლუცია, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, ბოლოს ვიღებთ ყოვლად კორუმპირებულ და დეგრადირებულ სლოგანს, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, ხოლო ზოგიერთ ცხოველი უფრო თანასწორია. დღეს აი მაგ სიტუაციაში ცხოვრობთ. სცენარი ისევ მეორდება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, ტირანის შეცვლა გვინდა, ამის ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს, ემოციური მოთხოვნილება გვაქვს, დიქტატორის ქვეშ ცხოვრება არავის არ უნდა უნდოდეს. საკუთარ წარსულის გამოცდილებაზე მაინც რომ ვისწავლოთ, რომ თუ ერთ დიქტატორს მეორეთი ისე შეცვლი, რომ დიქტატორობის საშუალებას მაინც დატოვებ,
ისე იქნება წესრიგი მოტალაჟენია ქვეყანაში, ისე იქნება რომ ვიღაც ერთი იღებს გადაწყვეტილებას, ერთის ხელშია ძალოვანები, სასამართლო, პროკურატურა, ფინანსური ამბები, ეს ყველაფერი თუ ერთის ხელშია, ის ერთი სულ კაი ადამიანი იყოს, ბოლოს მაინც დიქტატორი გახდება. ხო და ნაცვლად ამ ჩხუბისა რომ ამის წინა დიქტატორი ჯობდა თუ ეხლანდელი დიქტატორი ჯობდა, მაგალითად ამ ცხოველების ფერმაშიც სიტუაცია ბოლოს ისედგება რომ ცხოველების მდგომარეობა ახალი დიქტატორის ღორი ნაპოლეონის ქვეშ ხდება უფრო გაუსაძლისი ვიდრე იყო ადამიანის მისტერ ჯონსის ქვეშ და ვიღაცები შეიძლება იმასაც რომ ზოგი ცხოველი იმასაც კი ამბობს რომ მაშინა უფრო დიდი პორციები გქონდა საჭმლისო და უფრო ნაკლებს საათს მუშაობდით. იქაც ნაცკოცური სიტუაცია გაიჩნდა რა, არის ხალხი ვინც ახლანდელ მთავრობას ემხრობა, ღორების მთავრობა მოსწონს, მაგრამ არის ხალხი ვინც იხსენებს რომ წინა მთავრობის დროს უფრო ნაკლებს მუშაობდნენ და სხვანაირად უკეთესი ცხოვრება იყო და იქაც რაღაცა ნაცკოცობა იჩნდება ბოლოს. ხო და მაგ წრეში დარჩენისას გამოვა რომ მე ისე ქოც ნაცი შეცვლის, ნაც ქოცი, ასეთს ისეთი, ისეთს ასეთი და ჩვენ წრეზე დავდივართ, ცხოვრება კი მიდის ჩვეულებრივი ადამიანების და მათ იმ ცხოვრებას გაალევენ იმაში რომ ეს ამ დიქტატორის ქვეშ ცხოვრობენ თუ იმ დიქტატორის და აი რომელი უკეთესი იყო მაგაზე ფიქრით, ხო და მაგის ნაცვლად გირჩი რომელიც არ არის როგორც პერსონაჟი ამ ძალიან მაგარი გავში გაძლევთ საშუალებას იმაზე რომ დავფიქრდეთ იქნებ არც მისტერ ჯონსის დიქტატურა გვინდა და არც ღორი ნაპოლეონის იქნებ გვინდა რომ ჩვენი თავის დიქტატორები ჩვენ თვითონ ვიყოთ პირადად შენ წყვეტდე თავის უფალი სიტყვა ხო მაგას ნიშნავს შენ თავის ღმერთი შენ ხარ შენ თავის უფალი შენ ხარ შენ წყვეტ შენ ცხოვრებაში რა და როგორ იყოს სანამ სხვას არაფერს არ უშავებ ფიზიკურად, იქამდე არავის არ უნდა კონდეს უფლება შენ ცხოვრებაში ჩაერიოს, შენი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს, შენს პოლიციის უფროსს შენი უბნისა შენ ირჩევდე, შენ მოსამართლეს შენ ირჩევდე, შენს პროკურორს შენ ირჩევდე, საგადასახადო სიტუაცია როგორი იყოს შენს რაიონში შენ ირჩევდე და რაიონებს შორის განსხვავებული იყოს და ადამიანები ერთი რაიონიდან მეორე რაიონში მიდიოდნენ საცხოვრებლად, იმიტომ რომ იქ უკეთესი სიტუაცია ამერიკაში ეგრე ხდება შტატებს შორის განსხვავება და ერთი შტატი და მეორე შეგიძლია გადახვიდე, სადაც შენთვის უკეთესი წესრიგია. აი ამის ნაცვლად რომ მოდი დიქტატორები აღარ გვინდა ხალხო და იქნებ ამაზე ვილაპარაკოთ, მაგაზე პასუხი თქვენი მხრიდან არის ხოლმე ზუსტად აი ცხრული რომ ერთის მხრივ როგორც ამ იგავში ცხრები იწყებენ ყვირილს რომ ოღონდ ვინმემ რამეზე არ ილაპარაკოს ეგრევე რა ხმაური უნდა შექმნა და ჩაახშო და ეგ როლი წარმატებით ძალიან წარმატებით აქვს არჩეული დღევანდელ მედიას რომ შენ რომ რაღაც სიტყვა მოდი ხალხო დავილაპარაკოთ იმაზე რითი ემჯობინება ჩვენი წესრიგი, რასაც ჩვენ დავამყარეთ მომავალში, ქოცების წესრიგს და იქნება ამით მოვიმხროთ ის ხალხი, ვინც დღეს ქოცებს ემხრობა, მაგრამ თავს ბედნიერად არ გზნობს და კარგად რო არ ცხოვრობს, მაგას გრძნობს. და მათი ისინი ჩვენ ხარისგან მოიყვანოთ, უფრო შევქნათ мотиваცია რომ აქციაზე მეტი ხალხი მივიდეს და არა ნაკლები. აი ამაზე ლაპარაკის დროს უცებ ეს მედია იხნის კარტები ამ შემთხვევაში ცხრები ამ იგავში უცებ გამშდებიან იძახიან რომ ბიძინა ცუდია რაღაც დასავლეთი კარგია, ბიძინა ცუდია ევროინტეგრაცია, ბიძინა ცუდია რაღაც წევს იძახიან და ლაპარაკის საშუალებას კლავენ. სინამდვილეს ჩვენ წრეზე დავდივართ მისტერ ჯონსი ადრე ჯერ მისტერ ჯონსი იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც გავაგდეთ ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ ქვეყნის შიგნით იგივე წესრიგი დავტოვეთ და ახალი ტირანები აღმოცენდა. მერე მისტერ ჯონსის ტირანიამ იგავში იყო შევარდნაძე, შეხარჯემი ბატონი, ის გავაგდეთ, მაგრამ წესრიგი იგივე დავტოვეთ, ახალი ტირანი აღმოჩნდა. მერე მიშა იყო მისტერ ჯონსი ტირანი, ის გავაგდეთ, წესრიგი არ შევცვალეთ, ახალი ტირანი აღმოჩნდა. ეხლა მისტერ ჯონსი არის ბატონი ბიძინა, რომელიც ეს ჩვეულებრივად ითავსებს იმ ფუნქციას, რომელიც მან სისტემამ ესე ლანგარზე მიუტანა ყველა ბერკეტი ჩვენ ცხოვრებაზე ზემოქმედების და როდესაც ამდენი ძალაუფლება შენ ხელში გივარდება, სულ ანგელოზი იყო ძალაუფლება რყნის, როგორც ლორდი ექტონი ამბობდა, ძალაუფლება რყნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყნის. დასაფიქრებელია რა, იქნება ამ მართლა კლასიკურად მაგარმა იგავმა დაგაფიქროთ იმაზე თუ რა სიტუაციაში ვართ, როგორ ვართ და რა არის გასაკეთებელი.
მარტო მისტერ ჯონსი ცუდია მასავით არ მოიქცეთ და მე რაღაცა იქნება, ეგრე არ მუშაობს არც ისტორია, არც ხელოვნება, მაგის თქმის საშუალებას არ გვაძლევს და იქნებ ჩვენ შესწავლაზე მაინც ვისწავლოთ სხვების შესწავლებს თუ ვერ ვითვალისწინებთ.